მოგესალმებით. პაციენტებს მკურნალობისას აწყობთ სამი რამ. მიიღონ ხარისხიანი მკურნალობა, მიიღონ მოკლე დროში და შესაბამისად შეღავათიან ფასად. მისაღებ ფასად. ამიტომ რა განსაზღვრავს ამ ყველაფერს, ჩემი გამოცდილებით, რასაც ვაკურდები. ეს ვიდეო გამოადგებათ როგორც პაციენტებს, ისე კოლეგებსაც. მაგალითად, ყველაზე ეფექტურია, როდესაც პაციენტი მოდის, მე მაგალითად ის რაც პაციენტს არ შეუძლია, უმკურნალოს თავის თავს, ვიღებ ჩემ თავზე. და ის პასუხისმგებლობა, რაც შეუძლია პაციენტმა თავის თავზე აიღოს და საკუთარ თავს უმკურნალოს ახალ პირობებში, ვაძლევ პაციენტს ჩემ თავზე არ ვიღებ. ამ საშუალებით, ამ პასუხისმგებლობების გადანაწილებით ხდება შედეგის სწრაფად მიღება და უფრო მეტად ეფექტურიცაა. შესაბამისად, პაციენტისთვისაც ფინანსური თვალსაზრისით უფრო ნაკლები გამოსცია, რადგან მაგალითად თუ ადრე მჭირდებოდა 10-15 სეანსი შედეგის მისაღებად, იმიტომ რომ მთლიან პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებდი, როდესაც დავიწყე ამის გადანაწილება, უფრო სწრაფი შედეგიც მივიღე. სწრაფი რატომ მაგალითად ჩემთან პაციენტი რომ მოდის, ჩემთან არის თქვა 1 საათი, ხო? დანარჩენი 23 საათი ასე თქვა, არის თავის სახლში და გარკვეული დავალებები შეუძლია შეასრულოს თავის სახლში. ანუ მაგალითად მიიღოს წამალი, რომელიც დაუნიშნე, მიიღოს სამკურნალო ვარჯიშები, რომელიც დაუნიშნე, რომელიც აუცილებელი და არანაკლებ წამალზე ეფექტურია მკურნალობისას და მნიშვნელოვანი. და ეს მე მაძლევს საშუალებას, რომ პაციენტი თქვა ყოველდღე კი არ დავიბარო, თქვა შეიძლება დავიბარო დღე გამოშვებით კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ სიტუაციიდან გამომდინარე და შესაბამისად პაციენტი რომ მართავს სახლის პირობებში თავის თავს, მე მიწევს თქვა 3 სეანსიდან 5-6 სეანსამდე ჩატარება, უმრავლეს შემთხვევაში, ერთეული გამონაკლების გარეშე, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს პაციენტისაც რო ხედავს, რომ ბევრი სეანსი არ ჭირდება, მისაღებია, პაციენტი სწავლობს საკუთარ თავის მკურნალობას და შემდგომში იცის, რომ ამ პრობლემას გაჩენამ, ანუ მაგალითად ხშირ შემთხვევაში ეს არის თქვა ხერხემლის თიაქარი, ხერხემლის არეში წარმოქმნილი ტკივილები, წელის თუ კისრის არეში თუ სახსრებში, როცა სწავლობს ჩემგან სახლის პირობებში როგორ მართოს ეს პრობლემა, უკვე მან იცის სხვა დროს როგორ დაიცვას ეს პრობლემა, რომ აღარ განუვითარდეს, ან თუ წარმოიქმნა, როგორ დაიზღვიოს თავი, რომ შორს აღარ წავიდეს და აღარ გართულდეს ეს პრობლემა. ამიტომ ეს ნიუანსები, რაც ჩამოვთვალე, განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ხარისხს, შედეგს, სისწრაფეს და ფინანსურ დაზღვევას, რომ დიდი ხარჯი არ ქონდეს. სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა, მადლობა ყურადღებისათვის.